უცნაური აქტივობა 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის Facebook გვერდზე. ღამით დაახლოებით 10 საათზე გური გადადიანიძის სოციალურ ქსელში ოსურენოვანი პოსტი დაიდო. მოვიდა დრო. ახლობლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავენ. მათი თქმით, IP-ის მიხედვით მარტივად დადგინდება საიდან აიტვირთა წარწერა. გურიკამ საიტი თუ ჩართო, მაშინ დედასაც მიწერდა, ვიღაცა თამაშობს, აცხადებს დაკარგულის დედა. სოფო ბიბილაშვილის თქმით, მისი შვილის Facebook გვერდზე წარსულშიც რამდენჯერმე გამოჩნდა პოსტები. რაბედი ეწევა სიძველეებს, რომლებიც რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოაჩინეს. მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის მერიასა და კულტურის სამინისტროს კანონის დაცვისა და საზედამხედველო პროცესის გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს. თავისუფლების მოედნიდან ეროვნულ მუზეუმამდე მონაკვეთში მე-19 საუკუნის კოლექტორების სისტემა და მე-11 საუკუნეების კერამიკული ჭურჭელია ნაპოვნი. ალტაის მხარეში რუსული სამხედრო ინდუსტრიის საწარმო იწვის. ქალაქ ბიისკში მდებარე ობიექტი რეაქტიულ სისტემებს, ძრავებს, დეტონატორებსა და სხვა საბრძოლო მასალას აწარმოებს. Wildberries-ის თანამშრომლები კი უკრაინული დრონების თავდასხმებისგან თავის დასაღწევად სატვირთო მანქანებიდან ლოგოებს ხსნიან. კომპანია ამ ფორმით ტრაილერების გადაადგილების მარშრუტის დამალვას ცდილობს. ზაპოროჟიეს ოლქი მთელი ღამის განმავლობაში რუსული თავდასხმის ქვეშ იყო. ერთ დღეში 1000-ზე მეტი დარტყმა დაფიქსირდა. დაიღუპა 2 და დაშავდა 10 ადამიანი. საოკუპაციო არმიამ საჰაერო იერიშები დასახლებულ პუნქტებზე მიიტანა, დაფიქსირდა ნგრევა და ხანძარი.